გამარჯობა ბატონებო. თავისუფლად. თავისუფლად. Saying what a great pleasure and honor it's for me to be here today. ჩვენს ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას ხაზი გაუსვა ნორვეგიელი კოლეგების თავდაუზოგავი შრომა. დღეს მოვედით ამ დასკვნის ფაზამდე, ამ კონსავლების დაწყება, თუნდაც მოგვეხანი ყოფილიყავით თქვენი. გორდა 2016 არის მნიშვნელოვანი ეტაპი ნორვეგია-საქართველოს თანამშრომლობაში თავდაცვის სფეროში. ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება წლებია უკვე. ეს სწავლებაც არის დასკვნითი ფაზა 4 წლიანი პროცესის, რომელიც ითვალისწინებდა ეროვნული გვარდიის სხვადასხვა დონების შტაბების მომზადებას და სწავლებებს. ჩვენ დავიწყეთ ბატალიონის შტაბების სწავლებებით, მერე ეს იყო ბრიგადების სწავლებები და ახლა უკვე ეს არის უკვე მთლიანად ეროვნული გვარდიის სამეთაურო საშტაბო სწავლება. ეს სწავლება ჩვენ მოგცემს საშუალებას, რომ დავხვეწოთ ჩვენი საშტაბო პროცედურები, რომელიც უნდა იყოს უფრო თავსებადი ნატო სტანდარტებთან. ამაში ჩვენ გვეხმარებიან ჩვენი ნორვეგიელი კოლეგები, მაგრამ მე მინდა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენი თანამშრომლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ სწავლებებით, არამედ სხვადასხვა მიმართულებებს ითვალისწინებს და მათ შორის ეროვნულ გვარდიებს შორის თანამშრომლობა არის ერთ-ერთი ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ამ თანამშრომლობის. ამ სწავლებამდე ჩვენ გავიარეთ ჯერ ეტაპები, რომ ცალკე გვარდიის შტაბმა, ცალკე ბრიგადების შტაბმა გვარდიის დაქვემდებარებული, ცალკე ბატალიონებმა გაიარეს სწავლება. შემდეგ წავიდა უკვე პროცესი ბატალიონებიდან, რომელიც ჩაშა მქონდა ჩვენ სექტემბერში. შემდეგ ჩავატარეთ თებერვალში აქვე ამ ადგილზე უკვე ბრიგადის შტაბებთან ანალოგიური სწავლება და ეხლა მთლიანად ეროვნული გვარდია შედეგების შემაჯამებელია, თუ რა შედეგები მივიღეთ, რა გამოგვივიდა, რა ხარვეზები გვექნება, ეს სწავლება უკვე გვიჩვენებს და შემდგომში დავგეგმავთ კიდევ თუ როგორ რა კუთხით ვითანამშრომლობთ ჩვენ ნორვეგიელებთან. თუ ეს ყველაფერი ჩვენ კარგად გამოგვივიდა, შემდეგი ეტაპი იქნება უკვე ასეულების დონეზე, როგორც საბრძოლო ამოცანებიდან, ისევე სამოქალაქო თავდაცვის კუთხით. ეს სამეთაურო საშტაბო სწავლება ჩვენი 4 წლიანი თანამშრომლობის შედეგია. პირველი 2 წელი ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ გაცნობით და გამოცდილების გაზიარებით შემოიფარგლებოდა. ბოლო 2 წელი კი ბევრს მუშაობთ ერთად და პირად შემადგენლობას გადაწყვეტილების მიღების, დაგეგმვის, უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაში უწევთ დახმარებას. ამ სწავლების პირველი ეტაპი ბატალიონების დონეზე გასული წლის აგვისტოში ჩატარდა, რომელიც ბრიგადების დონეზე თებერვალში გაგრძელდა. სწავლების დასკვნითი ეტაპის მომზადებისთვის კი აპრილშიც მოგვიწია ერთკვირიანი შეკრება. ახლა კი საქართველოსა და ნორვეგიის ეროვნული გვარდიების 4 წლიანი თანამშრომლობის კულმინაციაა.